ბრუნდებით რეკლამით და ძვირფასო ტელემაყურებლებო და მინდა მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი დიანა ტრაპაიძე. დიანა. მოგესალმები, ვანო. ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო. გადაცემის სპონსორია ფრანგული პრემიუმ ბრენდის ესტედერმის ხაზი ინტენსივ. კანის ინტენსიური დატენიანებისა და სიჯანსაღისთვის. ესტედერმი ექსკლუზიურად PSP-ში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45. იცი რა არის მე რომ უყურებ ხოლმე შენს გადაცემებს ხო და რომ ამთავრებ და რომ აი ეხლა იწყება ვანო შოუ და არ გადართოთ და რაღაცა და მეთქი ამ გოგოს რითი ვცე პატივი. რითი ვცე პატივი, სულ ფიქრობ. ეხლა მე ვფიქრობ რითი ვცე პატივი, როგორ დაგაანონსო, აი აქაც მე ვარ, იქაც მე ხო, აი რაღაცა და რაღაცნაირად უნდა სხვანაირად დაგაანონსო. ხო და აი რაღაცა ესეთი ფორმატ მოვიფიქრო მინდოდა რომ სტუმრად ვანო ამ წლის შეჯამებას რომ გავაკეთებ, რაღაცები მოხდა წელს ზოგადი რთული ვითარების მიღმა, ძმისშვილი შემეძინა, მანქანა გამოვცვალე და ეს თქო მესამედ შევიყვან რომ ვანო შოუში მოვხდი, როგორც აი წლის თავარ ამბავს, მაგრამ ეგეთი ისენი. ვანო, შენ როდის დამირეკე, იცი რომ ეთერში მოვსულიყავი, თან ცოტა ვფიქრობ რომ არის კი ახლა იუმორის და ხუმრობების დრო. დილას ავდექი, ჩამოვსკროლე და BBC-ს ფილმი ვნახე. მერე ნელ-ნელა ვნახე ეს ფილმი, ვუყურე, მერე წამოვდექი ტელევიზორი ჩავრთე და ნანუკა ქაჯაიას ჩართვა იყო ალეკო სასამართლოდან, ანუ ამ ფლანგზე რა ხდება, იმ ფლანგზე რა ხდება. მერე ლას-ლასით მოვედი ტელევიზიაში და კარგად იცი, ახლა არ არის დასამალი, რომ კრიზისია ტელევიზიებში და აქ რაღაცნაირად ჰქონდათ კომუნიკაცია, მოკლედ ამ კრიზისის თემაზე და აი ცუდ ხასიათზე ვარ და მეთქი გარეთ გავალ ცოტა ხანი გავისეირნებ თქო და ამ დროს წამომეწია ექიმების ინფორმაცია რომ დღეს ჰაერზე არ გახვიდეთ არ არის რეკომენდებული და თან ხო იცი რა სასეირნო ადგილი გვაქვს ხო იცი რა ცივილიზაციის მიღმა გვაქვს რატომ აღარ მიღმა ვართ რატომ აღარ ხუმრობ ვანო ჩვენ მდებარეობაზე გიждდებოდი მაგაზე ვერ ვაგებინებ სადა ვართ გიждდებოდი მაგ ხუმრა ეს ინსაიდ ჯოუკები ხით მარტო ჩვენ რო ვიცით ვაფრენ ერთხელ საბაბუაძე მეუბნება ეთერში რომ ესკალაძეო ამ გამზირებსო რომ აკეთებსო გავიგეო მაგრამ ქუჩებიც ხომ არისო კაცო აქო როგორი ორმოები და თხრილებიაო ძლივს მოვდივარო და მე აღმომხდარო საბა ეს ქუჩაა თქო აბა რა არისო ეთერში მეკითხება და საბა ეს არის ჩიხი სამყაროს მიღმა სადღაც ჩვენ აი რო ჩამოუხო ვინც კი ნამყოფია ყველა სტუმარს ეცინება დარწმუნებული ვარ ამ ხუმრობაზე და სხვები უბრალოდ წარმოდგენას იქნიან სად ვართ პირდაპირ 90-იან წლებში ჩამოვდეთ ისეთ ქუჩა და წარმოუდგენელია იცი რა არის ეხლა შენს გარშემო ხო ძალიან ბევრი ამბავია და თემების ისეთია მაგრამ ყველაზე მაგრად ხალისობ ხოლმე რომ მუდმივად გიტევენ ყველა მხრიდან ოღონდ რა იმიტომ რომ შენი ეთერი რომ თავდება ხან ნაცი ხარ ხან ქოცი ხარ ხან შუაშისტი ხარ ხან რა ვიცი აი ესე იგი ვანო ჩემ ბიოგრაფიაც ასეთია ნუ რაც მოგრძალებული ჟურნალისტური რაც მაქვს ხან რევოლუციონერს მეძახდნენ 2003 წელს მერე მიშისტი ბადრისტი ბიძინისტი ისევ მიშისტი ისევ ბიძინისტი ეხლა ბოლოს ბიძინისტზე არიან გაჩერებული ოღონდ როდესაც ნაცები დადიოდა უпростоრად ოცნება დადიოდა ჩვენს ეთერში მაშინ მე მიწერდნენ რომ მე ვარ ნაცი, იმიტომ რომ კრიტიკული ვიყავი მათ მიმართ. შემდეგ ვინც დარჩა იმის მიმართ, ვინც დადის ეთერში ეს შეზღუდული წრე, რომელიც კიდევ აი ყოველდღიურად უფრო ვიწროვდება. იმათ ვუტევ, არ ვიცი, აი ჟურნალისტიკა როგორც არის, მესმის, სულ ისმის, რომ რა დროს კითხვის დასმის დროა, მაგრამ ნუ ვფიქრობ, რომ ეს არის რაღაც პატრიოტიზმი, არის პროფესიონალიზმი, როგორც შემიძლია და სულ ვფიქრობ, რომ არის კითხვის დასმის დრო და მიწერენ, რომ შენ ხარ ქოცი და ნადიმ ხმალაძე მყავდა ეთერში ღობის ამბავზე და თქვა რომ ის ღობეო იყო გადაჭრილიო და მე უთხარი რომ ეს მეთქი რა გამართლებაა მასე მეთქი სახლისკარი რომ ღია დავტოვო და ქურდი შემოვარდეს თქო მე ის ამით უნდა გაიმართლოს თავი რომ სახლისკარი ღია იყო თქო და ხა ძალიან მოეწონათ ეს ფრაგმენტი და რომელიღაც მედია საშუალებას ედო და ქვემოთ 1000 კომენტარი იყო რომ ეს
ნახე წელიწადში ერთხელ ნაცსაც უნათდება გონებაო რა კარგად კოცები. ანუ ამ სამყაროში ხო კოცი ვარ და იქეთ სამყაროში ნაცი ვარ და ნუ არ ვიცი, აი წარმოუდგენელია. ერთი ასეთი ისტორია ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩემთან სტუმრად და რომ გამოვიდა სარეკლამო პაუზის დროს მეუბნება რომ შენთანო რომ მოვდივარო ეს მამალი თქო ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი ქალებიო მეჩხუბებიან რომ მაგ კოცთან რა მიგიყვანაო ხო და მეგო კოციაო იცი რატომო მისი ქმარიო კოცებთან ერთად არის ბიზნესშიო მე უთხარიო კაცო რა ის კოცებთან ერთად ბიზნესია მისი ქმარი ფორმულაზე მუშაობსო და ეს ის პერიოდი ახლა კეზერაშვილის რო არის უფრო აქტიურად ფორმულა მისი მფლობელია და ფორმულაზე მუშაობს მაგის ქმარიო ეს კეზერაშვილიო ნახეო მაგ კოცის ქმარს ამუშავებსო დამთავრდა ახლა ეს ისტორია და მოვყევი სახში ეს ამბავი. ჩემი ქმარი ფორმულამდე მუშაობდა, სულ ადრე იმედში, მაგრამ ფორმულამდე მუშაობდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში და მომიბრუნდა ჯონი და მეუბნება. დიანა, წინა სამსახურიდან გამომაგდესო, შენი ცოლი ნაციაო და ეხლა ძალიან გთხოვ, ამ სამსახურიდან ნუ გააგდებინე, ჩემთან შენი ცოლი კოციაო და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ხართ ეს. ძალიან ცუდ მდგომარეობაში, აღარ ვიცით. ეს წამლებით რატომ დამხვდივ? ანუ ვინერვიულებ ახლა. იცი რა, ჩვენი მდგომარეობა ხო იცი როგორია ფინანსური მდგომარეობა და თვლი რომ აქვია ტკივილი გამაყუჩებელი თავის ტკივილი საბალი აუცილებლად კაი კეტონალი ამიტომ ფოთაშორის 7 წუთში აყუჩებს ესე ხო და ეს ფინანსური მდგომარეობა ხო იცი როგორია მე TV პირველზე ვმუშაობ ჩემი ქმარი ფორმულაზე ანუ საერთოდ რა გაქვს ჩემოზე რითი ვარსებობთ არის კითხვა და ბახოსანაია რომელიც აი ძალიან მიყვარს აი ჩემთვის გამორჩეული კოლეგა ამას წინათ შემხვდა და მიყვება ფორმულას კრიზისზე მე TV პირველის კრიზისზე ვცვლით ინფორმაციას და ვიცი მეთქი კაცო რას მიყვები მეთქი ვიცი ჩემი ქმარის სახში პურით და მაწვნით დადის მეთქი და უცებ ვახო მომიბრუნდა მაწვნით დადის მაგას წესით მაწონი ვერ უნდა მოკონდეს სახში ესე იგი ეგ სადღაც დაძვრება იმიტომ რომ მისი ფინანსური მდგომარეობა ვერ უნდა უზრუნველყოფდეს რომ ის მაწონიც კი იყიდოს კი იცი რა უნდა კითხო კიდე შენი შეხვედრა ბიძინასთან ბიძინას რამდენჯერმე შევხვედრი ვარ მხოლოდ ინტერვიუს და ეთერის დროს ხო და ერთხელ მაესტროში შევხვდი, როდესაც ჩემი ეთერი ჯერ არ არიან ხელისუფლებაში მოსულები, ჩემი ეთერი მთავრდება და თეასი ჭინავასთან არის სტუმრა და თეასი ჭინავა და ბიძინა შედიან სტუდიაში, მე და თამარ ჩუგოშვილი მაშინ საიას თავმჯდომარეა, გამოვდივართ და მე გადავწყვიტე და მივსალმებოდი და არა თუ მივსალმებოდი თვითონ ვიცნობდი, ესე თამარ ჩუგოშვილიც გამეცნო მისთვის და გამარჯობათ მეთქი დიანა, ეს თამარია ჩუგოშვილი და ბიძინა მქო ეს თამარია ჩუგოშვილიო. მოიცათ, მე საქმე მაქვს თამარ ჩუგოშვილთანო და გვერდით გაიყვანა თამარი და საიასთან დაკავშირებით რაღაც პრეტენზიები ქონდა იქ მოქალაქეებს რაღაც თემაზე თქვენ არასწორად თქვით თუ ასე თქვით და დიდხანს თამარს ურჩევდა მოკლედ საქმეს და ძალიან ავნერვიულდი, რომ თამარ ბოდიში, რომ ეს უხერხულში ჩაგაგდე და მე მაპატიე და რაღაცა, ნუ აი დიდხანს ბოდიშებით ვაცილებდი თამარს. შემდეგ ბიძინას და თამარის გზები გადაიკვეთა, თამარი მოვიდა ქართულ ოცნებაში, შემდეგ სასწავლებლად წავიდა, შემდეგ უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი იყო, ვიცე-სპიკერი იყო და სულ ვაყვედრიდი, რომ თამარ დაგნიშნე ვიცე-სპიკერად და თამარ დაგნიშნე მე თამარი სხვათა შორის პროპორციული ჩავარდნის გამო წამოვიდა ოცნებიდან, მაგრამ ნუ სანამ იყო მოკლედ დიდხანს ვაყვედრიდი, რომ თამარ. ანუ ფაქტიურად გზა გაუკვალე. ხო, არ ვიცი. გავუკვალე, არ გავუკვალე, ალბათ მის ბიოგრაფიაში თავად ერთი ამბავი ვიცი გავიგე შენზე, რომ ინგლისური არ იცი. ინგლისური არ ვიცი, ვანო. ხელს გიშლის ეს თუ იცი რა ვკითხულობ ვუყურებ მილაპარაკია ინტერვიუ ჩამიწერია მაგრამ ინგლისური არ ვიცი მართლა ძალიან მძიმე აი როგორი ინგლისური ვიცი იცი ახლა ამას წინა თვითფრინავში გადაჯდომა მინდოდა ადგილის გაცვლა და ამ კაცვეობნები
we are friends and we want blah blah blah. May I sit here? და იმ კაცმა უთხრა if you want blah blah blah. ანუ რაღაც სიტყვებით ვცვლი ხოლმე და გაქცეულ ინგლისებს რაღაცნაირად აი რაღაც body language და ასე შემდეგ და არ ვიცი ინგლისური და რას ვაბრალებ ამას? რაღაცას მინდა დავაბრალო და სკოლაში ვსწავლობდი ფრანგულს. ყავდა შესანიშნავი პედაგოგი დესდემონა ერქომაიშვილი, რომელმაც დესდემონა ერქვა, სასწაული ქალი იყო, რაც მასწავლა, ფრანგული ლექსები მასწავლა, ახლაც ვიცი, ვანო. მიდი მოყევი ერთ. აი, ქარიქრის ორი ვერსია ვიცი, ორგვარი ნათარგმნი, ფრუიძვან, ხიძვანჟმის მანელ ფეიზან პოხტე პაღლევან, ელე ზაღბლაიე, ტუნიუ, უეცუ და ასე შემდეგ. მე ლევან სუფლან, რამდენიმე თარგმანი და ვიქტორ ჰიუგოს პარიზის ლექსი, ოდა პარის და პოლ ვერლენის ლექსები და მოკეთ ფრანგული გვასწავლა მთელი თავისი პოეზიით და 35 წელი გავიდა მეტი და დღემდე ყველა ლექსი მახსოვს, რაც დეზიკო ერქომაიშვილმა გვასწავლა და სკოლაში ვართ ფრანგულს სწავლობთ, ახლა გოგოები ვლაპარაკობთ პარიზზე და ინგლისურიც ხომ არ ვისწავლოთ და ნახეთ მასწავლებელი და დავიწყეთ სვეტა შიშმანოვასთან სიარული ქობულეთში ძალიან კარგ მასწავლებელთან და ამ სვეტამ გვასწავლა ანბანი, გვასწავლა გრამატიკის წესები და სასაუბროზე გადავიდა და ეხლა ქუჩაში უცხოელი რომ შეგხვდეთო და რომ მკითხოთო რომ აი რა ხდება საქართველოსში რას ეტყვითო რა დროა იცი კობა ხაბაზი წევს კულტურის სახლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შიმშილობს ანუ რა ეპოქაზე გიყვები. ოღონდ ეხლაც წევს კობა ხაბაზი დგას აქციაზე ყოველდღე, არაფერი შეცვლია. რას უპასუხებთო უცხოელი რომ შეგხვდეთო და გვასწავლა ასეთი ფრაზა. The situation in Georgia is tough. That is impossible to predict what will be happen tomorrow. ანუ საქართველოს სიტუაცია არის მძიმე და შეუძლებელია განჭვრიტო რა მოხდება ხვალ. მე ვიცახი რომ 35 წელი ამაზე უკეთესი რა უნდა მესწავლა. ერთი დღე მაინც მითხარი, როცა situation in Georgia არ იყო tough და შეიძლებოდა განგეჭვრიტა ხვალ რა მოხდება. ეხლაც მუშაობს ეგ. გეუბნები კობა ხაბაზი მაშინაც კულტურის სახლის წინ მამაჩემთან ერთად რომელიც ეროვნულ მოძრაობაში იყო დამოუკიდებლობის მოთხოვნით შიმშილობდა ამდენი წელი გავიდა და ჩემ მეგობრებთან ეს ხუმრობა მოყოლილი მაგ ხუმრობა ესე ვისწავლე მეთქი და 2 წლის წინ ჩემ მეგობარი წავიდა ამერიკაში და იქ ბარის მეპატრონემ სადაც მუშაობს კითხა რომ ტელევიზიაში თუ ჩამოდიოდიო კაცო აქ რა ისა ტელევიზიაში თუ მუშაობდიო აქ რატო ჩამოდიოდიო ახლა ტელევიზიის პროდიუსერი თუ იყავი პოლიტიკური გადაცემებისო და ხა ამან კარგად არ იცის ახალჩასულია ინგლისური მაგრამ ეს ფრაზა უკვე ხუმრობით ზეპირად იცის და უთხრა რომ the situation in Georgia is tough it is impossible to predict what will be happen tomorrow ოღონდ სულ მინდოდა სწავლა და სულ ყველა ვიზიტის დროს აი ამ ეს თქვათ როგორი გიჟური რიტმით მუშაობ მთელი ცხოვრება ერთი ჩემი ნათესავი იყო სტუმრად და შენ ტელევარსკოვი მეგონე და ჯარისკაცი ყოფილხარ აი ჯარისკაცული ცხოვრება ეს ჟურნალისტიკა და სინგაპურში მივდივარ და რაღაც წიგნს დავტაცე ხელი და წავიღე ეს წიგნი ლექსიკონი ქართულ ინგლისური და 13 საათიანი ფრენაა. ეხლა და ვზივარ და თან ვათვალიერებ ამ ლექსიკონს დათო ნიკურაძეს ცნობილი ცოდნე ინგლისურის მიზის გვერდით და ვეკითხები. ნიკურ, როგორ არის მეგობრობა? friendship მეუბნება. მეუბნები რომ აქ ემითი წერია. მე რაღაც სიტყვას ვეუბნები, იქ სხვა რამ წერია, ნიკურაძე სხვა რამეს მეუბნება და ეს ერთი 64-ჯერო განმეორდა. მომეციო რა წიგს კითხულობ, ეხლა დასტაცა ხელი და აიღო ხელში, დახედა, გადაშალა და ქალო მეუბნება. 5 კონტინენტზე ელვისის სწრაფით ვითარდება ენაო. შარშანდელი ლექსიკონი უკვე გადაგდებული მაქვს და შენ თამარ და ისიდორე გვარჯალაძეების 1932 წლის რედაქციით ხარ წამოსულიო. არ სწვენიაო. მე იქ ნახა ძველი ინგლისური. გუთნის დედა და ეგეთი სიტყვები იყო რა. გუთნის დედა ირლანდიაშიც აღარ არის. ნუ მოკლედ
ეს ინგლისური არის ჩემი სუსტი წერტილი. რა უშავს, ჩემი სუსტი წერტილი. იცი რა, ამას წინათ თქვი, წიგნი გაჩუქეს ინგლისური და ჩავაბულბულებო ისე თქვი, მივხვდი. ერთხელ სადღაც სუფრაზე ვართ უნგრეთში, ბუდაპეშტში და ყველანი ვართ დამოკიდებული ერთ ქალზე, ლიზაზე, მის კეთილგანწყობაზე. ლიზა თუ კაი ხასიათზე იქნება, სხვა მაროკოში მივდივართ, შემდეგ იქაც წაგვიყვანს, ისრაელში მივდივართ, მოკლედ ეს ტურები გაგრძელდება და ერთ-ერთი ჯგუფის წევრი სვამს ლიზას სადღეგრძელოს. ახლა ლიზას ქება არის მოდაში მოკლედ იქ იმ ტურში და ლიზა ეუბნება You are not a woman. You are და უცებ ყველამ ინგლისური იცის და მე მომიბრუნდა მეკითხება რომ ქალღმერთი როგორ არისო? ანუ ქალი კი არა, ქალღმერთი ხარო, უნდა ლიზას როგორ არის ქალღმერთი? მე თქვი აფროდიტა თქო, რა ვიცი ქალღმერთი აფროდიტა თქო. ლიზამ გაიგო და კმაყოფილი იყო და მაროკოშიც იყო შემდეგ წამოვიდა. კი. ეხლა ახსენე რომ სინგაპურში ვიყავიო. ნუ რაღაცა ალბათ გადაღებაზე, ხო? ვანო, ისეთი აქტიური ცხოვრება მქონდა. ეხლა ხო იცი ის დერეფანი თვითმფრინავისკენ მიმავალი არის ყველაზე ბედნიერი იქ გასვლა, რომ სადღაც მიუფრინავ, მაგრამ დრო იყო მაია თაბაგარი, ჩემი საინფორმაციო უფროსი რომ დამიძახებდა ოთახში. ვაიმე, კიდე სადღაც მიუფრინავ, აღარ შემიძლია, იმიტომ რომ კვირაში რამდენჯერმე დავდიოდი, მოკლედ ამ ვიზიტებში და სინგაპურში, ირანში, არ ვიცი, შტატებში, მსოფლიოს ირგვლივ, არ ვიცი, ქვეყანა არ არის დარჩენილი, სადაც არ ყოფილიყავი, მათ შორის. ანუ საინტერესო პასპორტი გაქვს, რო ჩაიხედე. კი, რამდენიმე. და სინგაპურში ვარ ნამყოფი და იცი რა პერიოდია? პერეგონი, სადღაც უნდა მისულიყავი ტელევიზიაში, იქაურში, რომ შენი ტელევიზიისთვის მასალა გადაგეგზავნა. ანუ მარტივად ეხა სადაც ხარ ინტერნეტით ეგრე არ იყო და სინგაპურში ისეთი მკაცრი წესებია, რომ გაგვაფრთხილეს, ყველაფერზე გაგვაფრთხილეს, კევის დაღეჭვა არ შეიძლება, ვთქვათ, რაღაც უმკაცრესი წესები აქვს. ასევე ტაქსი ჩერდება მხოლოდ ბოძები დგას ქუჩაში, იმ ბოძთან მიხვალ, ღილაკს ხელს მიაჭერ და იქ მოვა ტაქსი. სხვა არანაირი მოძრაობა არ შეიძლება. მაგვიანდება, ეხლა უნდა გადავაგორო მასალა და გავვარდი ქუჩაში და ესე ვიქნევ ხელს და საელჩოს წარმომადგენელი მეუბნება დიანა არ შეიძლება არ არსებობს არავინ ესე მაშინ ეხლა აქაც ვერ გააჩერებ ასე ტაქსს მაგრამ მაშინ ეს იყო მარტო და ტაქსი გავაჩერე იმიტომ რომ იმ ბოძებთან რიგი იყო და ტაქსი გავაჩერე და ეს კაცი მეუბნება რომ ეხლა ვამთავრებდი სამუშაოსო და ესეთი არ შემხვედრია აქამდე და ემერჯენსი, ანუ რაღაც ძალიან გიჭირს მივხვდიო, ანუ და ის საელჩოს წარმომადგენელი მეუბნება, ჩემი თვალით რომ არ დამენახაო, ვერაფრით ვერ დავიჯერებდიო. სულ ამ ვიზიტებში რომ დავდიოდით, მე და ოპერატორი ბუნებრივია, ეხლა მარტო ხო არ ვიქნებოდი აუცილებლად ოპერატორთან ერთად და ჩემი ოპერატორები დამემოწმებიან, ეხლა ვისთანაც მიმუშავია, ყველასთან უთბილესი ურთიერთობა მაქვს, რომ დედასავით ვიყავი. ზოგადად ვარ მზრუნველი ადამიანი და ამ ოპერატორებსაც ძალიან ვუვლიდი. ფულს მემაბარებდნენ ხოლმე და მე ვანაწილებდი ამ ფულს. კიდე რამე თუ მორჩებოდა დღიურს პერდიემი, რამე თუ მორჩებოდა იმასაც ვანაწილებდი და ნუ ძალიან ხელს ვუწყობდი ამ ოპერატორებს თუ დასჭირდებოდათ ჩემსაც ვაძლევდი და თან სულ ეს თქვა ვასწავლიდი რომ ეს იყიდეთ, ის იყიდეთ, კანფეტები უყიდეთ ბავშვებს ხელცარიელი, ცოლშვილი თუ არ ყავდა დედას ჩაუტანე რამე და სულ ეს ის დრო აქ საერთოდ მაღაზია არ არსებობს. ანუ ეხლა როა ყველა მაღაზია ის პერიოდი არ არის და ასე ვარ სინგაპურში წასული და ამ ოპერატორს მივეცი ახლა თავისი ფული, 1 დღის, 2 დღის, ყველა ფული მივეცი, მოკლედ რაც ერგებოდა და სამარშრუტო ტაქსით მივდივართ სინგაპურის პრეზიდენტთან შესახვედრად. ზურაბ ნოღაიდელი პრემიერია ზის და ესე ჩვენს ყველანი ვართ ამ ტრანსპორტში. მოკლედ ერთი სივრცეა რა, ხმაც ისმის და ეს ჩემი ოპერატორი ესე გვერდით მიზის და დიანაო მეუბნება,
ფული დავხარჯეო და მასესხე რა ერთი $100. $100 კაი ფულია ხო. დავხარჯეო ფული რა. სულ დავხარჯეო ყველა ფული და ერთი $100 ესე თან მეუბნება ესე. რატო დახარჯე მე ახლა ცოლიდე და ესე ყველაფერი ვარ ამ დროს და რატო დახარჯე ბიჭო მეთქი რატო გამოხარჯე კიდე 2 დღე ვართ აქ და რაღაცა გეყიდა კაცო სად დახარჯე როგორ დახარჯე კი მოგცემ მაგრამ რატომ დახარჯე და ეს მეუბნება რა ვიციო ქალებში ვიყავიო რატო რა გინდოდა ქალებში რა ქალები აიტეხე ახლა მე ბრას ვაგრძელებ ვინ მეკითხება და სინგაპურიო რამეთი ხომ უნდა დამახსოვრებოდა და ეხა ნერვები ამეშალა და ხმას მუწარ ბიჭო მეთქი სექსით რომ ქვეყნებს ვიმახსოვრებდე თბილისს არ უნდა ვიყო გაცდენილი რა სინგაპური ხომ უნდა დამახსოვრებოდა სინგაპური ხომ უნდა დამახსოვრებოდა ოღონდ უკვე ისეთ ხმასე ვარ წარმოდგენილი რომ ტრანსპორტში ხალხი იგუდება რომ რას არჩევ ეგრე რომ ვიმახსოვრებ რა არის მეთქი ანუ სინგაპური ხომ უნდა დამახსოვრებოდა რამეთიო სინგაპური რაღაც ამეთი სინგაპურია ხო რა ვიცი ახლა სინგაპურია ყველაზე მაღალი შადრევანია შენობებია სხვა საუკუნეში ვიყავით სხვა ეპოქაში ვიყავით და რა ვიცი ხა ტაილანდელ ქალებთან ანუ რა მაგრამ დაიმახსოვრა რითი დაიმახსოვრა რაღაცა ხომ უნდა დამახსოვრებოდაო და ბიჭო მეთქი ქალებში ვიყავ რითი გახსოვს რა იყოს აკარი ქალები ანუ ერთი ისტორია მაქვს ასეთი ვინც მიცნობს ყველა მიცის ეს ისტორია ძალიან დიდი ხნისაა მაგრამ შეიძლება ახლა ვანოს შოუში ხო პირველად ვარ და ხო რა თქმა უნდა ჩაიფიქრის ხო ჩავიფიქრებ და შეიძლება სხვანაირად ისმინებოდეს შენი მაყურებლებისთვის უკრაინის რევოლუციას ვაშუქებდი 2 თვე იქ ვმუშაობდი და მართლა ყველას ვიცნობდი. ტიმოშენკო რომ ხედავდა, რამე ხო არ გჭირდებაო, ხო არ გცივაო, ხო არ გწყურიაო, რაგი, ანუ ეს მესალმებოდნენ, მემეგობრებოდნენ და მოკლედ ძალიან ჩავმეგობრდი ყველასთან, იმ დროინდელ გმირებთან, იმ დროინდელი პოლიტიკის და არჩევნებია. და მუშაობ რა კიევის ქუჩებში და მხდება საქართველოს დელეგაცია. ალექსანდრე შალამბერიძე, ეხა გარდაცვლილი შემდეგ, მაგრამ მაშინ ნაციონალური მოძრაობის დელეგაცია არის ჩამოსული არჩევნებზე დასაკვირვებლად. 2004 წელია. 2004 წელი კი. ალექსანდრე შალამბერიძე, კობა ბექაური, გივი თარგამაძე, არ ვიცი, აი რაღაც დიდი დელეგაცია მხდება ქუჩაში და არჩევნებს ვაკვირდებითო და მე იქ ისე ვარ ყველაფერი ვიცი სად რა ხდება უკრაინულ არხებზე და ერთხელ რაღაც მასალა BBC-ზე ჩქარა გადმოვაგზავნე თბილისში და მოკლედ არც მიხსენო მოკლედ BBC არც არ მიხსენო BBC მოკლედ იქ ისე ვარ რა მუშაობ და ვიცი ყველაფერი და მაგრამ მეთქი მაინც ჩაიწერეთ ჩემი ნომერი თქო იქნებ რამე ისე დარღვევას მიაგენით თქო რომ საჭირო გავხდეს რა ჩემთან კომუნიკაცია და კობა ბექაურმა მითხრა მე ჩავიწერო და ამოიღო 4 ტელეფონი კიევსტარი, ჯეოსელი, აზერსელი, თურქსელი, არ ვიცი რომელიღაცაში ჩაიწერა ჩემი სახელი და გვარი და ჩემი ტელეფონის ნომერი და სახელი და დავემშვიდობ ახლა ამ დელეგაციას და წავედი ვაშუქებ ამბებს და ღამის 2 გვიანია ეს მოურჩით ყველაფრის გადაღებას და მოვდივარ სადაც ცხოვრობთ იქ სასტუმროსკენ და ჩემ ოპერატორს ვეხმარები ხანდახან მამუკა გოგიჩაიშვილს შტატივს მე წამოვიღებ მეთქი შემთელი დღე ატარებდი დაიღებ და ეს შტატივი მოკიდებული ახლა მოვდივარ და ტელეფონი მირეკავს და ავიღე ტელეფონი ალო ძიანა ეტავი მეუბნებიან და ეტაია პასუხობ ეტაია კობა ბექაური ვა კობა როგორ ხარ თქო ვეუნები და ქართველი ხარ გოგო ქართველი თუ იყავი წუხელ რატომ არ მითხარიო ეხა რაღაც წამის 1000-ში ვფიქრობ წუხელ სად ვიყავი აქციაზე ვიყავი მეტი ახსოვს მაგრამ ქართველი თუ იყავიო წუხელ როგორ არ მითხარიო და ძალიან გაუბრაზდი რაღაც რომ მივხვდი რომ წუხელ არ ზადარყოფი ვარ გამოურდე ტელეფონი და გავაგრძელე გზა ცოტა განერვიულებული და თავიდან მირეკავს და რა იყო მეთქი კობა დიანა ვარ ტრაპაიძე მეთქი და
დიანა ვარ ტრაპაი. მე მაპატიეო. მე დიდი ბოდიშიო, ვიღაცა გავიცანი აქ დიანაო და იმას ურეკავდიო და მე ძალიან პოპულარული იყო. ქართველი ხარ. ქართველი ხარ გოგო, ქართველი თუ იყავი წუხელ, რატომ არ მითხარიო? ანუ ღამე. გატარა ქართველი. ქართველი თუ იყავი, რასთან ჯავდიო, ეხლა რა ენაზე ლაპარაკობდნენ და ვიცი. ხო და ოღონდ ეს ისეთი პოპულარული ისტორია გახდა იმ წლებში, იმიტომ რომ ის ხომ მთელ დელეგაციასთან ერთად იყო, იმ დელეგაციას მოუყვა, მე არხს, ჩემ არხზე მოუყევი და თვითფრინავით, სამთავრობო თვითფრინავით რომ დავდიოდით დელეგაციაში, დავყვებოდით პრეზიდენტს, პრემიერს, ყველას, რომ ავიდოდით თვითფრინავში, ესე მესალმებოდნენ ზიანა ეტავი, ეტაია. კი, ძალიან დიდხანს ვიყავი ზიანა ეტავი. აი, იყო დიანა, ძალიან დიდი მადლობა. მოხედავ, აი ესე იგი მაყურებელს მინდა უთხრა, დიანა რამდენად სერიოზულია ეკრანზე, იმდენად ხიარულია ეკრანს მიღმა. ანუ ეს მინდოდა მეჩვენებინა ამ გადაცემით. მაჩვენეთ. რა თქმა უნდა, ძალიან კაი იყო. დიანა, ძალიან დიდი მადლობა, მინდა წარმატებები გისურვო და უღრმესი მადლობა ქალბატონო დიანა ტრაპაიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. გადაცემის სპონსორია ფრანგული პრემიუმ ბრენდის ესტედერმის ხაზი ინტენსივ. კანის ინტენსიური დატენიანებისა და სიჯანსაღისთვის. ესტედერმი ექსკლუზიურად PSP-ში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.